მართოს წელში და როგორც ქალაქის ასევე სოფლის მოსახლეობა მიიღოს ხარისხიანი და ნორმალური წყალი. ჭიათურაში სასმელი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით ბრალდებები წლებია გრძელდება. ასევე წლებია მოსახლეობა სასმელად არასასურველ წყალს სვამს. ყველა ლაბორატორიის დასხმაში კი ერთი რეკომენდაცია წერია. მისი მიღება გადადუღების გარეშე არ შეიძლება. გადადუღებული წყლის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე თვეა მიზანშეწონი. პანორამაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში კი თქვენ ნახავთ. დასავლური არჩევანი და საფრთხეები ჩრდილოეთიდან. თუკი რუსეთი ფიქრობს, რომ მას პრობლემას უქმნის შაჰდენიზი 2, მას ალბათ მიაჩნია, რომ საუკეთესო ვარიანტი პრობლემა გააჩნდეს არის ის, რომ აზერბაიჯანი და საქართველოს ორივე დააბრუნოს თავის გავლენის სფეროში. რუსი ანალიტიკოსის ინიციატივა საქართველოს დაშლის შესახებ და პუტინის კავკასიური პოლიტიკა. აუცილებელია ლობისტური ჯგუფების შექმნა, ყველგან სადაც ხელი მიგვიწევდა. გამოცხადებული დაკრძალვის ქრონიკა. გემი რო შემოეზოს და ფაშიდან უყურებ, რაჭკოს დადგება. მარტოობა პატარა ცემში. ნახეთ პანორამაში სოფლის ერთადერთი მკვიდრის სევდიანი ისტორია. გადავწყვი და ვიცხოვრო ჩემთვის მარტო, არ მინდა არაფერი სხვისი. გადაცემის სპონსორია კენვუდი, ინგლისური ბრენდი. კენვუდის ევროპული წარმოების სარეცხი მანქანები 12 წუთიანი რეცხვის რეჟიმით. იკითხეთ აღმაშენებლის 154-ში მდებარე მაღაზიაში. ბავშვის საფენები 19 ლარი და 95 თეთრი. გვეწვიეთ, კარფური, ყოველთვის დაბალი ფასები. ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის. გეშინია სიცივისა, ზამთარში რომ იცის. შარშან უფორო საშინელი, ცივი ქარი ქროდა. მაგრამ შარშან ჩემთან იყავ, სულ არ გეშინოდა. როცა სხვა აფთიაქებში ფასდაკლებით სარგებლობთ, იხდით ფასს, რომელსაც PSP ისედაც ყოველდღე გთავაზობთ. ყოველ სამშაბათს კი შეტევა ფასებზე გრძელდება. ამ ფასიდან კიდევ 20%-იან ფასდაკლებას იღებთ 20 ლარიან შენაძენზე. დაზოგეთ მეტი თანხა. PSP-ში თქვენ იხდით ყველაზე დაბალ ფასს და ამასთან ერთად აგროვებთ ღიმილებს, იღებთ უამრავ საჩუქარს და მეტ სარგებელს. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გუშინ გამით ძალიან გიჟურად მოვიკეცი. მართლა რა ჩაიდინე? პიცა შევუკვეთე სახლში მოდანით. მერე? ინტერნეტით შევუკვეთე. ანუ? ვერ მიხვდი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასაგებია. თუ არ გეშინია სიახლეების, შემოდი ვივუს ჯიზე და მიიღე სესხი 15 წუთში. სახლიდან გაუსვლელად. პირველი სესხი კი არის უპროცენტო. ვივუს ჯი. ფული თანამედროვე ხალხისთვის. მე ყოველთვის მჯეროდა ბუნებრივი ზეთების სამკურნალო ძალის, მაგრამ ისინი სიმძიმის გამო ჩემს თმას დავარდნილს ხდიდა. არგანის ზეთი პანდენპროვის მეცნიერულ ძალასთან ერთად აღადგენს დაზიანებულ თმას. სიმძიმის გარეშე ნატურალურ ზეთთან შედარებით. ახალი პანდენ ენებ ზეთოვანი თერაპია სიმძიმის გარეშე. დახვეწილი ინტერიერი, დარბაზები დღესასწაულებისა და საქორწინო ცერემონიებისთვის, მრავალფეროვანი მენიუ გურმანებისთვის წინასწარი დაჯავშნის სერვისით და ბარი ყოველდღიური მომსახურებით. სასახლე თქვენი ხარისხის ნიშანია. ვაქთის ბალის და ბანის აბონენტებისთვის ულიმიტო ინტერნეტი დღეში მხოლოდ 20 თეთრიდან. ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო შესაძლებლობები.
გადაცემის სპონსორია კენვუდი, ინგლისური ბრენდი. კენვუდის ევროპული წარმოების სარეცხი მანქანები 12 წუთიანი რეცხვის რეჟიმით. იკითხეთ აღმაშენებლის 154-ში მდებარე მაღაზიაში. ეს ტელემედია თქვენ პანორამას უყურებთ. გასულ წელს ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ საქართველომ დასავლური კურსის განმტკიცებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ბაქოში შაჰდენიზის გაზსადენის პროექტის მეორე ფაზის დაწყებით თბილისი ევროპის ალტერნატიულ ენერგო პროექტში ჩაერთო. ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტი სომხეთს ეწვია და კავკასიაში რუსეთის მუდმივ ინტერესებზე ისაუბრა. შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზის დაწყებიდან მოკლე ხანში ერევანში გამართულ კონფერენციაზე რუსმა ანალიტიკოსმა ვინმე მიხაილ ჩერნოვმა საქართველოს დაშლაზე და რუსეთ-სომხეთის საზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვინ არის ჩერნოვი და რამდენად სერიოზული საფრთხეა საქართველოსთვის მის მიერ გახმოვანებული იდეა. ლევან ღირსიაშვილი არკვევდა დეტალებს. 17 დეკემბერი 2013 წელი, ბაქო. საერთაშორისო კონფერენციაზე ხელი მოეწერა რეზოლუციას შაჰდენიზის მეორე ფაზის დაფინანსების თაობაზე. მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შაჰდენიზის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში 400-700 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება. ახალმოვალში შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ევროპის ენერგეტიკის რუკა. რაც შეეხება საქართველოს, რა სარგებელი, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ამ პროექტიდან. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ჩვენთან იგეგმება 700 მილიონამდე დოლარის ოდენობის ინვესტიცია. რამდენიმე 1000 და 2-დან 300-მდე მუშახელი, უბრალოდ სამუშაო ადგილის გაჩენა. ასევე იცით ალბათ რომ გაიზრდება გაზის გამტარი უნარობა 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე, აქედან 5% დარჩება ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენი კორიდორი კიდევ უფრო ეფექტურად იქნას ათვისებული ჩვენი ქვეყნის მიერ. ევროკავშირმა პროექტის დაწყებას მაღალი შეფასება მისცა. ენერგეტიკის ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი გადაწყვეტილება სამხრეთის კორიდორის გახსნის თაობაზე ნამდვილი გარღვევაა. ეს კორიდორი ევროკავშირის გაზზე მოთხოვნილების 20%-ს დააკმაყოფილებს. რამდენად უპირისპირდება საქართველოს დასავლური კურსი რუსულ ინტერესებს და რა ხიფათებს უნდა ველოდეთ კრემლისგან.